მაშ ასე ბრუნდები სტუდიაში, მე მგონი საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ახლა ჩვენ უკვე განვიხილოთ უშუალოდ ვაისის მუშაობა, საქართველოს ნაკრების თამაში. ლევან ღუდუშაურია ჩემთან ერთად, ჩვენი სპორტული გუნდის წევრი, ჩემი კოლეგა და ასევე ჩვენთან ერთად არის ლუკა ჭოჭოვა, ჩემი თანაწამყვანი, რომელიც უზრუნველყოფს ხოლმე მაყურებლის ჩართულობას გადაცემაში და ასევე მიმოიხილავს სოციალურ სივრცეებს და ზოგადად ინტერნეტს. ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ვლადიმერ ვაისის მიერ ნაკრებში განხორციელებულ როგორც ტაქტიკურ, ასევე საკადრო ცვლილებებზე და გვაინტერესებს რა თქმა უნდა თქვენი აზრით, რომელსაც შემდეგ სხვა მაყურებლებსაც აუცილებლად გავაცნობთ, ასე რომ მოგწერეთ, იაქტიურეთ ჩვენ სოციალურ გვერდზე სპორტის საზოგადოებრივზე Facebook-ში, რა თქმა უნდა. მაშ ასე მოდი დავიწყოთ უკვე განხილვა. ლევან, პირველი შეკითხვა ასეთი მექნება, ტაქტიკაზე რომ დავიწყოთ საუბარი. კახაცხადაძე მანამდე განსხვავებული ტაქტიკით თამაშობდა, ამაზე ვისაუბრეთ ინტერვიუის დროსაც, 3 ცენტრალური მცველით, 2 უფრო განაპირა მცველით, ვინგერით, ვაისმა კი 4 მცველით დაიწყო თამაში. როგორ ფიქრობ, მოგწონ შენ ეს ტაქტიკა თუ აი რომელი უფრო მოგწონ საქართველოს ნაკრებისთვის, რა სიტყვა? ზოგადად ახალი ტაქტიკა, ახალი მწვრთნელი სასარჩევია ხოლმე, როგორც ყოველთვის. მე იმ შეხედულებას ვიზიარებ, რომ ნებისმიერ ამ მწვრთნელმა ალბათ ფეხბურთელების რესურსიდან უნდა აირჩიოს სასურველი ტაქტიკა და ამ კუთხით წარმართოს თავის საქმიანობა. არაფერი დაეწუნებოდა, რა თქმა უნდა, კახაცხადაძის ტაქტიკაზას იმ ჩაკეტილი ფეხბურთიდან, რომელსაც წინა პერიოდში თამაშობდა. მასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნაკრები ბევრად უფრო კომფორტული და შემტევი და სანახაობრივი გახდა, ხო, საქართველოს ნაკრების თამაში, მაგრამ ინტერვიუშიც ვნახეთ ჩვენ, რომ თქვა ვლადიმერ ვაისმა, რომ ის არ არის მაინც და მაინც ჩაციკლული, ასე ვთქვათ, მხოლოდ ერთ ტაქტიკაზე, უბრალოდ მას აპრობირებული, დამუშავებული აქვს ეს ტაქტიკა კარგად და ცდილობს, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ ამ ტაქტიკით ითამაშოს, მაგრამ როგორც მან თქვა, ითამაშებს ასევე სხვა ტაქტიკითაც. კი, ყველაფერი თავის პლუსები და მინუსები აქვს, რა თქმა უნდა, ამ ტაქტიკას. ჩემი აზრით, პირველ რიგში რატომაც არის, რატომაც იყო უკეთესი, მე ასე მგონია სუბიექტურად ის წინა. მე ვფიქრობ, რომ აი განაპირა მცველები, ეს ვინგერები, იგივე დღეს რომ ავიღოთ კაკაბაძე და ნავალოვსკი, განსაკუთრებით ნავალოვსკიზე შემიძლია ესე თქვა, რომ იმ ტაქტიკაში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, იმიტომ რომ ასე დროს განაპირა მცველს მეტი შესაძლებლობა აქვს შეტევაში ჩაერთოს, რადგან დაცვაში უკვე 3 ცენტრალური მცველი აზღვევს და 4 მცველიან სისტემაში გაცილებით უფრო რთულია განაპირა მცველისთვის შეტევაში ჩართვა და ამ თვალსაზრისით თამაში. მე ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ გარკვეულ სათამაშო კომპონენტში შეიძლება ამან საერთოდ დააზარალოს გუნდი. ჩემი აზრით, იმიტომ რომ როცა გადადიხარ ასეთ შეტევებზე და კარგავ ბურთს, ეს ხშირად დამართნია საქართველოს ნაკრებს, შემდეგ იგივე ფლანგელები ვეღარ აკისრებენ დაცვაში ჩამოსვლას, ვეღარ კეტავენ თავის პოზიციებს და ხშირად იქნებოდა ხოლმე უხერხული სიტუაციები და მე პანიკა დაცვაში, რაც ახასიათებდა საქართველოს ნაკრებს. აქ ერთი მომენტიც არის, წინა ტაქტიკით რომ ითამაშო, გჭირდება 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველი, რაც ამისულაშვილმა დაანება ფეხბურთს თანაკრებო კარიერას, ეს პრაქტიკულად, ანუ ვაის არ ქონდა ბევრი დიდი ალტერნატივა, ეხლა კაშია, კვირკველიასხული შეუძლებელი იყო, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში დავით ხოჭელოვა კარგად გამოიყურება თავის კლუბში, ეხლა ვნახოთ ნაკრებში როგორ ითამაშებს და იმ შემთხვევაში თუ გაამართლა, იგივე ვაისის სიტყვებიდან ეს გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ის წინა ტაქტიკაც დაბრუნდეს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ სანახაობრივია, ხარისხობრივად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაში და ვაისის მუშაობა, რომ არ გავითვალისწინოთ შედეგი და კონკრეტული ქულები, ჩემი აზრით, ცუდი ნამდვილად არ იყო და განსაკუთრებით ახალ სახეებზე რო ვისაუბროთ, ესეც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ვაისის მწვრთნელობის დროს ისეთ ფეხბურთელები დაწინაურდნენ, რომლებიც ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებიან და განსაკუთრებით ალბათ გვილიაზე უნდა ვთქვათ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ვაისის აღმოჩენაა და ლევან, შენი აზრი საინტერესოა, ზოგადად რას ფიქრობ გვილიაზე? მე მგონი ალბათ ყველა დადებით აზრზე არის ამ ფეხბურთთან დაკავშირებით. ორი აზრი არ არსებობს, ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბურთის დაჭერა, აქვს ძალიან კარგი პასი, შეუძლია ბურთზე კონტროლის დამყარება და შემდეგ განაწილება. ზოგადად ეს პრობლემატური იყო საქართველოს ნაკრებში. გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როცა მაგალითად ჯაბა კანკავა და გურამ კაშიას ხედავდით ხოლმე, ხო, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო. შემდეგ აი უკვე ცხადაძის ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ჯანუანანიძე მითამაშა წყვილში კაშიასთან და კანკავასთან ერთად და ეს უკვე რაღაცას დაემსგავსა. ძალიან კარგი იყო ჯანუან პოზიციას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ როგორც მე ვიცი, როცა მოვიდა ვლადიმერ ვაისი, მაშინვე თქვა, რომ თვითონ ჯანოს აუხსნა, რომ ვერ წარმოედგინა მას ჯანო ამ პოზიციაზე და მას უფრო შეტევაში ხედავდა და კარგია, რომ ამ მიმართულებით მან გააგრძელა მუშაობა და ვაკო გვილია გამოიყენა. შესაბამისად მე მგონი შეუძლოდ ფიგურად ჩამოყალიბდა. საუკეთესო იყო ხშირ შემთხვევაში და ის თავარი პრობლემა, რაზეც ხიავ საუბრობთ, რომ დაცვიდან შეტევაში ბურთის ამოტანა იყო უმთავრესი პრობლემა საქართველოს ნაკრებისთვის, ეს პრობლემა დიდწილად გადაიჭრა და ეს ვლადიმერ ვაისის დამსახურებაა და ნამდვილად არ უნდა დაუკარგოთ ეს ვლადიმერ ვაისი.
რა თქმა უნდა, ეხლა მე მოგახსენებთ უცბად ვიტყვი, რადგანაც გულშემატკივარმა თავის აზრი მოგწერა, თან ეხმაურება თქვენს საუბარსაც, იმიტომ რომ მასაც მოწონს ასე ვთქვათ სათამაშო სტილი, ვახვალ ხაზაშვილმა მოგწერა, თუმცა დააფიქსირა, რომ შედეგი მაინც უმნიშვნელოვანესია და რადგანაც შედეგი არ არის, გულშემატკივრებშიც უკმაყოფილება არის და გასაგებია მისი პოზიცია. მთავარი შეფასება, რა თქმა უნდა, მაინც გულშემატკივრის რეაქციაა, როგორც თქვა თვითონ ნაკრების მთავარმწვრთნელმაც, შედეგი უმნიშვნელოვანესია, რაც არ უნდა კარგი პიროვნება იყოს ახლა ჩვენი ნაკრების ახალი მწვრთნელი ზოგადად ძალიან რთულია, რომ ვისაუბროთ მის კარგ მუშაობაზე თუ რაღაც შედეგს არ დავინახავთ. ნუ ვინაიდან გვილიაზეც საკმაოდ ცლად ვისაუბრებ, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენს მეორე სპორტულ გადაცემაში სპორტის დაფა გვაქვს გამოწვევა, ვიხილოთ ეს გამოწვევა და თქვენც მოგიწოდებთ, რომ მიაქტიუროთ და ჩაერთოთ. მოგარტყა ხო? ამის გაუმჯობესება შეუძლებელია. უნდა გაიმეორონ მაყურებლებმა, სხვა გზა არ არის. ვინაიდან ახალი სახეები ვახსენეთ, ოთარ კაკაბაძეზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც უჩალო ბჟანიძე შეცვალა. განსხვავებული სტილის ფეხბურთელია, რას ფიქრობ, შენი აზრით უკეთესია თუ არა ამ ტაქტიკით მოთამაშე ნაკრებში კაკაბაძე? ნუ რა თქმა უნდა, ზოგადად ხა ამაზე ალბათ ყოველთან ხდება, რომ ეს პოზიცია იყო ყველაზე პრობლემატური ხშირ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებისთვის. ჩემი პირადი აზრი ესეთია, რომ კი ორივე ფეხბურთელს აქვს თავისი პლუსი და თავისი მინუსი, თუმცა მე მგონია, რომ მაინც გაამართლა კაკაბაძის დაყენება ძირითად შემადგენლობაში, რადგან განსაკუთრებით ბოლო მატჩებში შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, აქტიურად ერთვებოდა, დრიბლინგსაც არ არიდებოდა, რამდენიმე ძალიან მწვავე გადაცემებიც გააკეთა. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას უბრალოდ, რომ მოწინააღმდეგეებს იმდენად აქტიურად არ შეუტევიათ და დიდად წნეხის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ნაკრები არ ყოფილა, თუმცა ასეთ შეხვედრებში, რაც უნახეთ, ძალიან კარგად გამოიყურებოდა კაკაბაძე და ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო ის ვაისთვიდან, რომ შანსი მიცა ოთარს და ზოგადად თუ გაიზრდება და კიდევ უფრო განვითარდება ეს ფეხბურთელი, ნამდვილად კარგი იქნება. ლევონ, შენ რას ფიქრობ? იცი რა, ორი მხარე აქვს ამ საკითხს. უჩალო ბჟანიძე მოიაზრებოდა ხო ძირითადი ფეხბურთელად ნაკრებში აქამდე, მისი ბევრი იყო უკმაყოფილო, ხშირად ქონდა ამ ფეხბურთელს შეცდომები, მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავთ, ის მეტნაკლებად დამაჯერებლად ასრულებდა მცველის ფუნქციებს. თან სტანდარტული სიტუაციების დროსაც, აი ახლა რასაც კადრში ვხედავთ, ახლოს ჩააწოდა ხო კაკაბაძემ, უჩალო ბჟანიძე პირდაპირ ცენტრში, პირდაპირ საჯარიმოში შორი მანძილიდან აგდებდა ბურთს. იგივე დაცვაში თამაშით, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ამ კომპონენტში ის უფრო ჯობია, შეიძლება გამოცდილების ხარჯზეც კაკაბაძეს, ფიზიკური კონდიციები, ფიზიკური მონაცემები, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ისიც არ უნდა დაგვაუწყოს, რომ კაკაბაძე ჯერ ახალგაზრდაა, ბევრად უფრო ტექნიკურია და ნუ რთული არ დაეხმაო ის ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც ნაკრების გაახალგაზრდაობის პროცესი, ნუ კარგი დასაწყისია. კი, გემოვნების ამბავია, მოკლედ რა ვთქვა და კარგია რომ კონკურენცია ამ მაგრამ მაინც გონია რომ ეს პოზიცია მაინც ძალიან პრობლემატურია საქართველოს ნაკრებში და კიდევ ვინმე თუ გამოჩნდება საინტერესო დიდი სიამოვნებით. კარგი იქნება, კი. ნახავთ მასაც. ნამდვილად. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ გამოვყოთ ჩემი აზრით, ვლადიმერ ვაისიც საუბრობდა და ესეც ჩვენ ყოველს მოგწონს რომ აი ბოლო თამაშებში ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რაც კარგია, თუმცა ისიც თქვით რომ ეპიზოდურად ხდება მხოლოდ ეს, ხშირ შემთხვევაში ჩავარდნები არის და აქ მინდა ერთ პრობლემას შევეხო, რაც ხშირ შემთხვევაში რჩება, ასე ვთქვათ, უყურადღებოთ და ჩემი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ბურთს ფლობთ და ბურთს ვაკონტროლებთ, ძალიან კარგად ვახერხებთ მის შენარჩუნებას, მაგრამ როგორც კი ბურთს დაუკარგავთ, შემდეგ უჭირს ამ ბურთის დაბრუნება და ხანახან არის ხოლმე რომ თითქოს კარგად უტევთ, მაგრამ ერთხელ ბურთს დაუკარგავთ და შემდეგ 1-10-12 წუთი საერთოდ ბურთი აღარ გვაქვს და აი ის გუნდები, რომლებიც თამაშობენ დომინანტურ ფეხბურთს, იგივე ბარსელონას მაგალითად რო ავიღოთ, ეხლა ბოლო პერიოდში სიტის, ბაიერნის მაგალითი, ეს გუნდები არანაკლებ ყურადღებას აქცევენ დაკარგული ბურთის დაბრუნებას, რაც რა თქმა უნდა ამას განაპირობებს აქტიური პრესინგი
პრესინგი, უბურთო მოძრაობა და ნუ თავისთავად მივდივართ ისევ ფიზიკურ მომზადებამდე, კონდიციები, რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესია აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის, რაც ჩვენ ჩამოთვალე. ელემენტარულად უბურთოთ მოძრაობა ბევრად უფრო მეტ დატვირთვას მოითხოვს, ხო? ვიდრე შეტევაში გადასვლა უფრო ადვილია თითქოს, იგივე შემტევი ფეხბურთელისთვის, ვიდრე თავის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე ბრძოლა და ეს მეტ ენერგიას ხარჯავს, რა თქმა უნდა, ამ დროს ფეხბურთელი და ამის ნაკლებობა საქართველოს ნაკრებში იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში აი ამ სტიმულმა და მონდომებამ, რომელიც დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა იგივე უოსთან, იგივე ირლანდიასთან, მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ დიდი ხანია უკვე მე პოზიტიურად განწყობილი და მე ბავშვობიდან პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ ხე ხო ისე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იღბალის მომენტიც იყო ნამდვილად აი მატჩებში კი ეხა ზოგადად არ მიყვარს ამაზე საუბარი მაგრამ აშკარად არ გაგვიმართლა ხშირ შემთხვევაში აი ამ სიტუაციაში გაგვიმართლა ეხლა ძელს მოარტყეს ბურთი ირლანდიელებმა მაგრამ ეს თამაში მაინც წავაგეთ და ამ თამაშიც ჰქონდა მომენტები მაგრამ შემდეგ უკვე ანალოგიური სიტუაციებში ჩვენ ვეღარ გავიტანეთ სხვა თამაშებში პრობლემატური პოზიციები ახსენე იგივე მარჯვენა მცველის პოზიციაზე საუბრობთ რომ წარსულში ეს იყო ყველაზე პრობლემატური პოზიცია ნუ ეს შეკითხვა მე დაუსვი ვლადიმერ ვაის რომელსაც ნუ ნახევრად თავი არის და თქვა რომ ყველა პოზიციაზე საჭიროებს ნაკრები გაძლიერებას. შენ როგორ ფიქრობ, უფრო მაინც აი კონკრეტულად რა პოზიცია არის ყველაზე პრობლემატური და სად ისურვებდი რომ უფრო მეტი ფეხბურთელი ვყავდეს? იცი რა, მე თქვი უკვე რომ ჩემი აზრით მაინც პრობლემად რჩება განაპირა მცველები, ნუ გასაგებია რომ ნავალოვსკი და კაკაბაძე ასე თუ ისე კარგად გამოიყურებიან, მაგრამ შეტევაში მეტად აგრესიულად ჩართვებს ვისურვებდი მე პირადად და საინტერესოა ამ პოზიციაზე თუ იქნება ახალი ფეხბურთელი და ნუ ყველაზე ცუდი რაც არის საქართველოს ნაკრებში ეს არის საშემსრულებლო ოსტატობის ნაკლებობა და ნუ ცენტრფორვარდი კვალიფიციური რომელიც ედლიძე კი კარგ ფორმაშია მაგრამ იმდენად შემსვლელი არ ყავს აი რეალურად ედლიძე თუ არ არის ტრავმისკენ ძალიან მიდრეკილია ხო და ხშირად არ არის და აქედან გამომდინარე მხოლოდ მასზე დაყრდნობა ძალიან რთულია ხოლმე გამოჩნდნენ ახალგაზრდა შემტევებიც იგივე ჭანტურია იგივე სხირტლაძე ბუდუზივზივაძე რომელიც ახლა გამოიძახა საინტერესოა როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში ამ ხანაგურ შეხვედრებში საინტერესო იქნება ნამდვილად როგორ ითამაშებს და ნუ აი ეს პრობლემა თუ მოგვარდება დარწმუნებული ვარ რომ ჯერ ერთი თვითონ ბიჭები უფრო მოტივირებულები იქნებიან რაც მეტი გოლი გაგაქვს შესაბამისად უფრო კარგ ხასიათზე იქნები რა თქმა უნდა და ბოლო საკითხს მინდა შევეხო ბოლო თემას პრობლემატურ პოზიციებზე რო ვსაუბრობთ ეს უფრო აი ტაქტიკის ვარიანტიც არის და იგივე ამიტომაც ვფიქრობ რომ აი ჩემი სუბიექტური აზრით ტაქტიკა ჯობდა ხშირ შემთხვევაში შემტევი ტრიო გამოიყურება ასე თუ არის ოპტიმალური შემადგენლობა ოქრიაშვილი ანანიძე და ყაზაიშვილი ეს ფეხბურთელები მოქმედებენ თავდამსხმელის უკან და რეალურად რომ შევხედოთ ეს სამივე მოთამაშე არის უფრო 10 ნომერი უფრო გამთამაშებელი ანუ არ უყავს ტიპური ფლანგის ფეხბურთელები რომლებიც თქვა ცისწრაფის ხარჯზე ფლანგებიდან შექმნიან საფრთხეს ჩააწოდებენ და ასე შემდეგ. ასე დროს გაცილებით უფრო მეტი აქცენტი ენიჭება იგივე განაპირა მცველებს და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება მათი როლი. და ესეც ვფიქრობ რომ გარკვეული პრობლემა არის საქართველოს ნაკრების რომ უფრო ერთი პოზიციის ფეხბურთელები ყავს ლიდერები ვინც არიან მაღალი დონის ფეხბურთელები, თუმცა ჭანტურია ახსენე და ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩემთვის პირადად მოულოდნელად კარგი თამაში ჩაატარა ჭანტურიამ მოლდოვასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და იქ გამოჩნდა რომ ჭანტურია მაინც უფრო გამოკვეთილი ფლანგის ფეხბურთელია და ჩემი აზრით ეს კარგად გამოჩნდა თამაშის დროს, იმიტომ რომ იქ დრიბლინგის ფლანგელებსაც შეეხება, ნუ ჭანტურია მართლაც კარგი იყო ბოლო მატჩებში, მაგრამ ცუდია რომ მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს ზოგადად პრობლემებს თუ საუბრობთ. ხო, ნუ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოს ნაკრებში, ნუ ასევე, ნუ ისე მინდა გითხრა რომ ოქრიაშვილსაც და ანანიძესაც კლუბში აქვს გამოცდილება იმის რომ იგივე ოქრიაშვილს ორივე ფლანგზე შეუძლია თანაბრად. თუმცა აი მაინც იმდენად ეფექტური არ არიან, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ფლანგზე ეს ფეხბურთელები ისე როგორც თქვა ცენტრიდან და უფრო გამთამაშებლის ამპლუიდან.